პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალურ ტრეინინგ კურსს გადის რუსთავის ბაგა-ბაღებისა და სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრის 600-მდე თანამშრომელი. პროექტი ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და რუსთავის მერიას შორის მაისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ბავშვებთან გვაქვს ჩვენ შეხება და ნამდვილად აუცილებელი არის და კი გქონდა ჩვენას ეს უნარები, მაგრამ დაგვეხმარა ეს ტრენინგი, რომ უფრო მეტად გავძლიერებულიყავით, უფრო მეტი ცოდნა მიგვეღო. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრში მიმდინარეობს ქალაქ რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი. ამ კვირის განმავლობაში სასწავლო სატრენინგო ცენტრში გადამზადდება რუსთავის ბაგა-ბაღების 500-ზე მეტი თანამშრომელი.